გაერთიანება, სამხედრო გაერთიანება ერთიანი მართვის სისტემით. ძლიერი თუნდაც აი 1990 წლის დონეს რომ დაეციოს, როგორც შეიარაღებული ძალების თვალსაზრისით. ამას ყველაზე მინიმუმ დაჭირდება 10 წელიწადი. 10 წელიწადი და ეს 10 წელიწადი უზარმაზარი თანხებით და ხარჯით. ახლა იქ მართვაზე, ამაზე უკვე წვრთნებზე, სინქრონზე ამაზე არ არის საუბარი. 10 წელიწადი. იმიტომ რომ ერთი არის ის რომ გააქვს შენ გამოცდილება, შეიძლება აწარმო, რა ვთქვათ, მირაჟები, შენი დამოუკიდებელი ცალკე ლეკლერები, თქვა ტანკები, იგივე ჩელენჯერები, იგივე ლეოპარდები და ასე შეიძლება ეს შექმნა. მაგრამ ამის შექმნას ხომ დრო ჭირდება. სამხედრო კონცერნები ხო ჭირდება, რომელიც დახურულია, პრაქტიკულად არ არსებობს. გარდა იმისა, რაც გამოდიოდა და ისიც ექსპორტზე მუშაობდა და ასე შემდეგ. ამის წარმოებას ხელახლა ხო უნდა დალაგება, ლოჯისტიკა ხო ჭირდება. ტექნიკის და იარაღის შექმნას ათვისება ხო ჭირდება, კონტინგენტს შექმნა ხო ჭირდება, ცოცხალი ადამიანები. ამ ჯარისკაცებს წვრთნა ხო ჭირდება, ოფიცრებს გაზრდა ხო ჭირდება. რომ აი ეს ყველაფერი შექმნა. ეხლა თუ კი ბრიტანეთს არ შეუძლია ყავდეს 200 ტანკი. სიტყვაზე ვამბობ. და ყავს რაღაცა 60-მდე თუ 70-მდე უახლესი ჩელენჯერი. ვერ გააჩერებ მაგით, ვერაფერს ვერ ისა. ამხელა გლობალურ ომში. და ყავს 78,000 ჯარისკაცი. უკრაინის ემაზე რა ქვია, ფრონტზე 78,000 ჯარისკაცი ომებს, სიტყვაზე ვამბობ. ანუ ეს რო ხელახლა წამოიწიოს სამხედრო წარმოება, აი ამხელა რესურსები და ამხელა ხარჯი ჭირდება. მე კიდე როგორ წავა იქ პოლიტიკური საკითხები ცალკეა. აი თურქეთი იქნა ნახსენები, თურქეთი ევროკავშირი არ არის. თურქეთი ევროკავშირი არ არის ხალხო. ეს დაიმახსოვრეთ კარგად. თუ კი ნატოს სამხედრო ბლოკის ნგრევა მოხდა, როგორც რუსეთი იქნება პრობლემა. რუსეთი იქნება პრობლემა ევროპისთვის, ასევე იქნება თურქეთი პრობლემა ევროპისთვის. ეს უფრო მეტი პრობლემაა. იმიტომ რომ ახლა კი ნატო ერთიან მართვის ფარში არიან. მაგრამ აი კარგად ჩანს როგორი სიყვარული და ვასვასი აქვს ერთმანეთში. აქედან გამომდინარე ევროპას აქვს კატასტროფული პრობლემები. როგორც ეკონომიკური პრობლემები, ენერგოკრიზისი, ასევე არანაირად მომზადებული არის ამ გლობალური ომისთვის. რომელი ომიც აუცილებლად გადმოედება ევროპას. თუ ამერიკული ფარი მოეხსნა, განსაკუთრებით ახლა უკვე იმაზე არ არის საუბარი, რომ ევროპას კონდეს მაგალითად ისეთი მძლავრი საჰაერო ფარი, რომელიც არეშკინის დაჭერას მოახდენს, ან თვითონ კონდეს ისეთი მძლავრი შეიარაღებები, რომ მიუხედავად იმისა, კი აქვთ ფრანგებს და ბრიტანელებს იგივე შტორმშედევები და ასე შემდეგ და გერმანული ტაურუსები და რაღაცა და რაღაცა. მაგრამ შეუძლებელია ამ ყველაფრის ასე უცებ შექმნა. და იმიტომ რომ არც რესურსები ამ ყველაფრის. ახლა კრიზისის დროს კიდე ფულის გადაყრა თავდაცვაში ეს ფლიანად დააქცევს ამ ქვეყნას. ანუ გამოსავალი არის ერთი, პოლიტიკური გამოსავალი არის. პოლიტიკურ გამოსავალს რუსებისგან არაფერს წყალობას არ უნდა ელოდნენ. საინტერესო ისაა, რომ დარტყმა მოვიდა იქიდან, საიდანაც არ ელოდნენ. ამერიკელები, რომლებიც იყვნენ ევროპის უსაფრთხოების გარანტორები, ამერიკელებიდან იხსნება ეს გარანტია. ეს პირველ რიგში ხდება უკრაინაზე. აი ამ გახლეჩილობაში არის ახლა დასავლეთი. პირდაღებულები რო უსმენდნენ ახლა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტს და კაცო აქამდეო სულ თანხwebdriverში ვიყავითო ამერიკელებიო და აი თქვენი წინა ადმინისტრაციაო ასეო გვასწავლიდაო და ეს თემი მან თქვა თქვენ რაო ჩვენ წინა ადმინისტრაციაო რა საკეთებდაო ჩვენ არ მოგწონსო და ვცვლითო ამ ყველაფერსო და თქვენ რა იყო ჩვენი წინა ადმინისტრაციისო ყველაზე საუკეთესო მოსწავლეები რატო იყავით